112-ის ინიციატივით ჩატარდა მედია სემინარი, სადაც წარმოდგენილ მედია საშუალებებს გავაცანით 112-ის მუშაობის სპეციფიკა, ასევე ვისაუბრეთ იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც უკვე დაინერგა და ასევე ჰქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. ეს სემინარი საინტერესო იყო მათთვის და ყველა წარმოდგენილი სტუმრისთვის, ვინაიდან აქ გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი და ყველა დასმულ კითხვაზე აუმწურავი პასუხი გაეცა. ჩვენ მომავალში გეგმავთ ანალოგიური, ესე რომ ვთქვათ, ღონისძიებების განხორციელებას. გავიცანით 112-ის მუშაობის სპეციფიკას და ვფიქრობ, რომ ეს ყველა რიგით მოქალაქეებსაც აინტერესებთ და მათ შორის ჩვენთვისაც იყო ძალიან საინტერესო. გავიგეთ და შევიტყვეთ სამომავლო პროექტების შესახებ და ისეთი საინტერესო პროექტების შესახებ, როგორც არის მაგალითად GPS ტრეკერი, ასევე e-call-ი და ვფიქრობ, რომ ხელშეგუწყობს ჩვენს, ხელშეუწყობს საზოგადოებასაც, რომ მათ უკეთ გაიგონ 112-ის ფუნქციონირების შესახებ და ჩვენც უკეთ მივაწოდოთ მათ ამ თემებზე მუშაობისას ინფორმაცია. საკმაოდ საინტერესო სემინარი აღმოჩნდა, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ და სამომავლო გეგმებსაც გავეცანით. ძალიან კარგია მოსახლეობისთვის ბევრი სიახლე, რომელიც მათ ელით უკვე სამომავლოდ და ვფიქრობ, რომ საინტერესო თემები იყო ამ სემინარზე განხილული. ეს არის სამსახური, რომელიც ნამდვილად დგას საზოგადოების, ასე ვთქვათ, სადარაჯოზე და სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის უცნობი დეტალები, რომელიც ზოგადად საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, არ ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი, უშუალოდ 112-ის მუშაობის სპეციფიკა. საინტერესო სემინარი იყო. იცი რა, თუ დაუშვათ მომიწევს ამ თემებზე მუშაობა, უფრო სიღრმისეულად მეცოდინება რაღაცები და საინტერესოა ეს რა თქმა უნდა. ჩაგვიტარდა სემინარები, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის 112-ის დეპარტამენტის ორგანიზებული, ძალიან მნიშვნელოვანი სემინარები იყო ჟურნალისტებისთვის, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც შემდგომ უკვე ფართო მასას უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს მომავალში, ან რა გაუკეთებია ამ დეპარტამენტს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება საომავლოდ, თუ კვლავ გაგრძელდება ჟურნალისტების ინფორმირება ამ კუთხით. სემინარი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის, მივიღეთ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია 112-ის სერვისებთან დაკავშირებით, ასევე გავეცანით სამომავლო გეგმებს. ის ინფორმაციები, რომლებიც დღეს ჩვენ ამ სემინარზე მივიღებთ, სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებთ და გავაშუქებთ კიდეც.